დღეს ჩვენ უნდა ვესტუმროთ კიდევ ერთ დანდალველს, კერძოდ ხარავულის მაცხოვრებელს, ქალბატონ თინა ცინარიძეს. ერთ-ერთი ღვაწმოსილი ადამიანი, ასაკოვანი ადამიანი ბრძანდება. ის პედაგოგი იყო, ძალიან ერუდირებული ქალბატონია და რა ვიცი, ნახოთ შევხვდებით და ნახოთ როგორ გადმოგცემს თავის ისტორიებს. ალექსანდრე! ალექსანდრე! აი, ეგ მოგამოვზადა. შეიძლება? კი ბატონო, მოვდივართ. მოვდივართ. აი, ქალბატონი თინაც აგერ ბრძანდება. გამარჯობათ ქალბატონო თინა, გამარჯობათ. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? მადლობ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მობრძანდი. კი ბატონო, ქალბატონო თინა, ახლა იცით რა თქმა უნდა, გექნებათ ნანახი ან გადმოცემით იცით რომ ასეთ პატარა ჩანახატებს ვაკეთებ თქვენისთან და ადამიანებზე და თქვენთანაც მოვედი. ხარავლაში გადმოვინაცვლე უკვე დანდალო თითქმის ამოვწურე და ხარავლაშიც გადმოვინაცვლე. ხარავლაც დანდალოს. რა თქმა უნდა და მადლობა გაისარჯეთ, მესტუმრეთ, შემობრძანდი. რა ვიცი, სახში შევიდეთ, კარგით შევბრძანდით. მიბრძანდით. დიდი სიამოვნებით, სასიამოვნო სტუმარი ბრძანდები. კარგით, სად ჩამოვიდეთ მაშინ? მობრძანდით. კარგით. მაგე დავბრძანდეთ და აქედან დავბრძანდეთ. და აქედან გავაგზავნოთ. სხვა როგორ ბრძანდებით? მადლობა დიდი, მადლობა ყურადღებისთვის. ჩემი ასაკის მიხედვით უფალს მადლობა. კარგად ვარ. ოჩახ. თქვენზე მითხრეს მართლაც ესეთი კარგად გამოვიყურებაო, შრომელი ადამიანიაო, სახლის საქმეებსაც აკეთებსო, ბოსტანიო, ყანაო, როგორც შეუძლია ყველაფერს აკეთებსო და ძალიან ვენახი მიყვარს. ესე იგი სტუმართ მოყვარე ხარ თუ ვენახი გიყვართ, მაშინ თავის დროზე ალბათ ღვინოსაც წურავდით. რა თქმა უნდა, ჩვენი ოჯახი მაგ მხრივ პირველი ამბოლია. კარგით, მაშინ დავიწყოთ ჩვენი პატარა ჩანახატის და ისტორიის მოყოლა და მე ვაჩვენებთ საზოგადოებას თქვენს ნახავენ თქვენი ახლობლები, თქვენი მოსწავლეებიც, მეზობლებიც, რა ვიცი, ყველა აბსოლუტურად გნახავთ და მოგეფერებიან იქ მე კომენტარებს დაგიწერებ. მადლობა რომ ასე გაისარჯეთ და დამდეთ პატივი რომ ჩემი თავი საფრთხაც წარმოგეჩინა. დიდი მადლობა. რატო მე პირიქით, მე ასეთი ადამიანები ჩანაფიქრი მაქვს, რომ ზუსტად ასეთ ადამიანები არიან ცოტა გვერდზე და ვინმე აღარ უყურებს და მე დავინტერესდი რომ ასეთი ადამიანები პირიქით წინა პლანზე უნდა წამოვწვოთ და ხალხს საზოგადოებას უნდა გავასწროთ ხელახლა. კი იცნობენ, მაგრამ ბევრი ვერიცნობს, ბევრი არის ის თუ ასეთი ხალხი ადამიანები არიან ჩვენს გვერდში, ჩვენს სამეზობლოში და მე ესეთი ადამიანები წარმოჩენა მინდა და რა ვიცი, ნახოთ. ეს არის თქვენი ძალიან კარგი ჩანაფიქრი. ყველა ამას არ ჩაიფიქრებს. თქვენ არც ოპერატორი გახლავთ, არც გადამღები, რაშია საქმე. მე ვარ ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც გამომდის, ასე გამომდის და თავარია იდეა კარგია. მე პრეტენზია არ მაქვს არც ოპერატორობაზე. არც ოპერატორობაზე მაქვს პრეტენზია, არც ჟურნალისტობაზე, არც არაფერზე, მაგრამ იდეა კარგია და მე მგონი ორ-სამ წიგნში შეტანილი ვარ მე და აბა თქვენაც ახლა დანდალოელებს აჩვენეთ. კარგით და დავიწყოთ პატარა სიუჟეტის ჩანახატის გადაღება. ქალბატონო თინა, მე თქვენ თინაც ქვიათ და მე მგონი მეორე სახელის ქვიათ, ხო? ფატი და თინა, ხანდახან ფატით მოგმართავ, ხანდახან თინათი მოგმართავ. სულეთია, ყველა ორივე სახელით ვიცნობს სოფელიც და სამეგობროც. ქალბატონო თინა, მაშინ ჩემი პირველი შეკითხვა ესეთი რაღაცა არის. რამდენი წლის ბრძანდებით? მე ვარ 90 წლის. ახლა 91-ში გადავდექი. 91-ში გადავდექით. მე ვიცი რომ ძალიან ყოჩაღი, ძალიან ჯანმრთელად ხართ, საქმიანობასაც ეწევით სახში და ერთი საიდუმლოება გაგვიფრთხილე მაშინ. 91-ის რო ბრძანდებით.
ეგ ჯანმრთელობის საიდუმლოება რომელიც ასე კარგად ხართ და გამოიყურებით რა როგორ მოვიქცეთ ჩვენ სხვა ახალმა თაობამ რომ თქვენი მიგბაძოთ და ასე ვიყოთ მე რომ მიმბაძოს ახალმა თაობამ აუცილებელია ბევრი არჭავ ზომიერება უნდა დაიცვა ჭამა მაშინ უნდა მიადო როცა კიდევ ცოტა ხშია აი ეს არის საიდუმლოება ჩემთვის მაგალითად ვიცი მალმალე ჭამა და მრავალჯერ დღეში მომშივდება თუ მომშივდა არასდროს ვარს არ ვამბობ რა სამუშაოზეც არ ვიყო ხანაში ვიქნები თუ ბოსტანში ჩემ თავს მეტყვი მოგშიდა მშიერმა არ იმუშაო საჭმელი მიირთვი და ისე გააგრძელე მუშაობა და მოვიდა სახლში ხალბატონო თინა 90 წელი არ არის პატარა დრო არც ბევრი არ არის ბევრია არ არის ბევრი არც თქვენი გადასახადით და არ ვიცი ამდენად მაგრამ მე მგონი არ არის ბევრი მაგრამ ახლა ერთი რაღაცა უნდა გითხრათ კიდე რომ 90 წლისა რომ ზანდებით და ეს პერიოდი განვლეთ დღევანდელ დღემდე მოხვედით ასე ლამაზად რა თქმა უნდა ბევრი სიკეთეც შეხვედრიათ ბევრი სიმწარეთ შეხვედრიათ აი პატარა ისტორიის სახით რომ მოვიყვეთ თქვენი განვლილი ცხოვრება დაწყებული თქვენი ბავშვობიდან სად დაიბადეთ სად გაიზარდეთ თქვენი დედმამიშვილები თქვენი მშობლები ის დრო ის პერიოდი აგვიხსენოთ და დღევანდელ დღემდე რომ მოხვედით ასე ლამაზად რომ გამოიყურებით ამ ისტორიის მოყოლა თუ შეგიძლიათ მაგრამ ცოტა შეზღუდულად მე თინა ცინარიძე დავიბადე სოფელ ხარაულაში გავიზარდე და ცხოვრება გავაგრძელე დღემდე სოფელ ხარაულაში მაგრამ ჩემი ძირი არის შუახევის რაიონის სოფელი ცინარეთი მამა ცინარეთიდან არა იმიტომ რომ რაღაც უკუღმართი ცხოვრება ქონდენ ჩემ მშობლებს არამედ იმიტომ რომ დედაჩემის უბედურებამ გადააწყვეტინა მამას პატრონობდა მეუღლის ოჯახს სულ მოკლედ გეტყვი ჩემ დედას 1 წლის განმავლობაში დაეღუპა ახალგაზრდა დედი ახალდაქორწინებული ძმა დედა და მამა 6 სული 1 წლის განმავლობაში ბაბუას დედის მხრიდან ჰქონდა ძალიან დიდი მამული იმ დროისათვის და ამ მამულს უპატრონოდ აღარ დატოვებდა დედაჩემი თხოვა მამაჩემს რომ წამოსულიყო ცინარეთიდან ხარაულაში აი ამიტომ მე ვარ ხარაულაში თორემ მე უნდა ვყოფილიყავ ცინარეთში ცინარიძეც განსაკუთრებულად არის ეს ჩემ ცხოვრებაში გვარი ჩემი მამის მხარე ყველა იწერება აბუსელიძეს მაგრამ მამამ სოფლის სახელი რომ არ დაეკარგა დაიწერა ცინარიძე თორემ ის უნდა ყოფილიყო აბუსელიძე აი ასე იყო ჩემი დასაწყისი ხლა ისტორია გქონიათ ბავშვობა გავატარე ხარაულაში ბავშვობა ძალიან მძიმე მქონდა იმიტომ რომ ჩემი ბავშვობა დაემთხვა იმ პერიოდს როდესაც 1937-38 წლები იყო დაპატიმრებების წლები მამაჩემი დააპატიმრეს მე 3 წლის ვიყავი მაშინ და კამჩატკაზე გავშვეს როცა დაბრუნდა მამაჩემი სამამულო ომი ერქვა მაგრამ ის სამამულო აღარ იყო მსოფლიო ომი იყო სოფლიო ჩართული იყო ყველასათვის ეს მობილია და აი ამ ამბავმაც ჩემ ბავშვობაზე დიდი გავლენა მოახდინა ობლობა გაჭირვება მედის სამარაყოფნა გონები ვიყავით ძმა არ ყავდა ახლობელი
არ ყავდა კვიდრეული დედაჩემს. მამაჩემისა ერთი ბიძა ყავდა და ისიც შორს ცხოვრობდა. ამ სიღარიბემ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე და ომმა განსაკუთრებით. ვიჭირდა რა მხრივ, ფული არ ქონდა დედას ვარა, ისეთი მოხერხებული ქალი იყო, რომ საჭმელ-სასმელი ჩვენ არასდროს დაჰყოლებია. გაგეგმავდა, აკეთებდა და ვივლიდა, ვსდიდა გოგონებს. ესე იგი, რამდენი ძმაშვილი იზრდებოდით? ორი ძმა, ერთი 6 წლის, ერთი 13 წლის დაეყობენ ჩემი ძმები და 4 გოგონა ვიყავით. ერთი ჩემ დაბადებამდე გათხოვილი იყო. მამას უნდოდა ბიჭი გამოუსულიყავი, მაგრამ მაინც გოგო გამოვედი. არ იყო კარგი, მაგრამ რა ჩემი ბრალია. და 3 გოგო მისდებოდით დედასთან. პროსი გათხოვილი იყო. იმ დროის ბავშვობა როგორი იყო? იმ დროის ბავშვობა თუნდაც მოსწავლეობის დროს, ახლა პირველ კლასში რომ შევედი, არც წიგნი იყო, არც საწერკალამი, არაფერი არა. წიგნები როგორი იყო, მუქი ფერის ქაღალდზე იყო დაბეჭდილი და ეს მუქი ფერის ქაღალდზე ამ ფურცლებზე, წიგნის ფურცლებზე ხის ნაბჭქვენები იყო, გადაუმოშავებელი იყო ეს მასალა და ესეც თუ ვინმე გაიმეტებდა და იყიდდა და გვექნებოდა ჩვენ მთელი კლასი 1-2 წიგნით სარგებლობდით. რვეულებიც ასეთივე იყო, უხეში, მუქი ფერის. არ იყო საწერკალამი, რომ გეყიდა ხისტარიანი საწერკალამები, კალმისტარები იყო. მაშინ კალმის წვერს პეროს ვეძახდით. იმით წერდით. მელანი არ იყო, თუ იქნებოდა ძალიან ცოტა გათავდებოდა და ამ წლის მწიფე ნაყოფებს მოუწურავდით ბავშვები და იმით მელანს ვაკეთებდით. კალამი რომ აღარ გვექნებოდა, არ იყო არაფერი. გეყიდა მაღაზია, არაფერი არ იყო სოფელში. და შორწდომა კი ძნელი იყო, მაშინ სამანქანე გზები არ იყო და არც მანქანები იყო, 1-2 მანქანა თუ შეივლიდა ხულოში და ასე. სოფელს არ ჰქონდა მანქანის გზა. შკერი, მცენარე შკერი ძალიან მაგარია მისი მერქანი. იმის პატარა ნაჭერს გამოუჭრიდით, წვერს წაუთლიდით და სახლში იმით დავჭერდით დავალებას. ის თუ გაფუჭდებოდა მეორეს ვაკეთებდით და ადვილი იყო. ხარავლაში იყო საშუალო სკოლა? ხარავლაში საშუალო სკოლა მაშინ არ იყო, მე რომ ვსწავლობდი, იყო 8 წლიანი მგონი, 8 წლიანი დავამთავრე მე ხარავლაში. და მე 1 წელი ნაცვლური მაქვს და მე წავედი. არ იყო საშუალო არ იყო. მოგიაშვილებში მგონია იქნებოდა, არ ვიცი, იმდენად არ ვიყავ მე განვითარებული, რომ ისიც ვიცოდნოდა, ცოტა განხელილი ჯობია. ხო, მერე სკოლის დამთავრების შემდეგ? სკოლის დამთავრების შემდეგ 1 წელი ნაცვლური მაქვს, დედას გაუჩინდი და არ წავედი ქედაში. დედა ინახულა ბატონი მუდარი ავალიანი, რადგან თქვენი დედა ესმა გელაძე სწავლობდა ხულოში. გაიგო პირობები და წამიყვანა ხულოში. პედაგოგიური სახელმსაკრებო ხულოს სახელმწიფო პედაგოგიური სასწავლებელი საქართველოს. ესე იგი დედაჩემის დროს სწავლობდით თქვენ? დიახ, ძალიან კარგი ქალბატონი იყო. მე ვთვლიდი მას, არ ვიცი ჩემ პატრონად, არ ვიცი უფროსდად და მას ისიც მე ძალიან პატივს ვუწევდა. როცა თქვენი მამა ბატონი ნოდარი ამოდიოდა ქალბატონის სანახავად, პირველი შუამავალი ის მე ვიყავი, მივახარებდი ეს მას, რომ უკვე ნოდარი გესტუმრა მეთქი.
ძალიან სასიამოვნო. მოსასმენია ჩემთვის ახლა დასწრებით ეს პირადად ჩემთვის და დიდი მადლობა ამისათვის. ძალიან კარგი მშობლების შვილი ბრძანდებით და მათი ხსოვნა მუდამ ყოფილიყოს თქვენ შვილების გულებში. აი ხარ. აი შემდგომ პედაგოგიური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პედაგოგიური სასწავლებელში წარჩინებულად ვითვლებოდი. წარჩინებულად წითელ დიპლომზე დავამთავრე პედაგოგიური სასწავლებელი. იქ დამთავრებული წითელ დიპლომიანი წარჩინებული იმ დროისათვის ეწყობოდა ყველა უმაღლეს სასწავლებელში საექიმო იქნებოდა თუ პედაგოგიური თუ რაღაც სხვა დარგები უგამოწოდ. მაგრამ რადგან მე არ მყავდა დილსმეტი რომ წავსულიყავი უმაღლესში ვერ გავნაგრძე და დავიწყე მუშაობა ხარაულის საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. ეს არის 1956-57 სასწავლო წელი. ასე დამთავრდა ჩემი სწავლის ამბავი. და გააგრძელეთ მუშაობა პედაგოგიური მოღვაწეობა ხარაულის საშუალო სკოლაში დავიწყე პენსიაში გასვლამდე. ერთ და იგივე სკოლაში ვმუშაობდი, მე არ მომინაცვლებია სხვა სკოლა და გავედი პენსიაში ისევ ჩემი მშობლიური სკოლიდან. რამდენი თაობა, რამდენი წელი იმუშავეთ, რამდენი თაობა? 37 წელი ვიმუშავე. ვარცდები 11 თუ 12 თაობა გავუშვი. მაშინ ხარაულაში 260 მოსწავლეს სწავლობდა. დიდი იყო ხარაულის სკოლა. დაწყებითში ერთ ნაკადში მყავდა 32 მოსწავლე. განათლებას ვთხოვე პარალელი გახსენით, რომ ბავშვებმა უკეთი სწავლა 32 ბავშვი ატარა ოთახში, მერხები არ ეტევა საკმაო რაოდენობით და მერხსა და მერხს შორის ფიცარი ჩავდეთ და თითო ბავშვი იქ დავსვით. ასე რომ ბევრი იყო მაშინ ბავშვთა კონტინგენტი, ახლა ძალიან ცოტაა. დაოჯახება ოდის მოხდა? იმავე წლის დასასრულში 1957 წლის 14 იანვარი არის ჩემი დაოჯახების თარიღი. მოგუყვებით ამ ისტორიას, როგორ მოხდა, როგორ იყო მაშინ ესეთი ურთიერთობები და ოჯახის შექმნის ისტორიები? ოჯახის შექმნის ისტორიები მაინც ტრადიციული იყო. მშობლები შეთანხმდნენ, ჩვენც რა თქმა უნდა შევთანხმდით მშობლებს, მე და ჩემი მეუღლე და 1957 წლის 14 იანვარს ჩატარდა პირველი ქართული ქორწილი. ეს იმას ნიშნავდა, რომ მანამდე თუ დედოფალი უნდა მისულიყო ბიჭის სახლში თავისი მაყრიონი, ახლა პირიქით ბიჭი ესტუმრა საცოლეს ოჯახში და წამოიყვანა მეუღლე. ქორწილი ორმხრივი იყო, გოგოსთანაც იყო და ორმხრივი იყო და მაშინ ჩემი უფროსი მაზლი მუშაობდა ქედაში რაიკომში და მთელი რაიკომის შემადგენლობა, ქედის მთავარი ხალხი ყველა ესწრებოდა ჩემ ქორწილს. აინტერესებდათ, როგორ ჩატარდებოდა პირველი ქართული ქორწილი მაღალმთიან სოფელ ხარაულაში. მოგეხსენებათ, რომ ხარაულა ქედის რაიონში ყველაზე მაღალი სოფელია. მერის მაღალია? მერისიც მაღალია? 50 მეტრია ჩვენი სკოლის ადგილი, ჩვენი სოფლის ცენტრი ზღვის დონიდან. არ ვიცი ახლა მერისი. ეს ზედაუბნები უფრო მაღალი იქნება. გასაგებია. ესე იგი, ვითგან სხვავდებოდა ჩვეულებრივი ქორწილი თუ რაღაც ტრადიციული ქორწილი თუ ქართული ქორწილი? ქორწილი და ძველებური ქორწილი. ხო, ეს იმით განსხვავდებოდა, რომ ადრე თუ გოგოს მიყვებოდა ქალები, 3 ქალი მიყვებოდა დადიანი ერქვა მაგას.
ახლავს. კი, მახსოვს მეც დადიანიო. დადიანი ერქვა და ჩემ ქორწილში ხელის მომკიდე მყავდა. მეჯვარე, ისე ჩემი კოლეგა, ჩემი დედულეთიდან კვიდრი ნათესავი, მოთარი გერიძე, მათემატიკის მასწავლებელი, ცნობილი პედაგოგი. ეს ყოფილი თავმჯდომარეც იყო, ხო? თავმჯდომარეც იყო. დირექტორიც იყო, პედაგოგიც კი, ძალიან კარგი ადამიანი. დირექტორიც იყო და ასე. ახლა ჩემი მუშაობის შესახებ ეს არის რომ ძალიან სტუმრიანი ოჯახი მქონდა. სტუმრები როგორი? ეს იქნებოდა განათლებიდან და ხელოვნებიდან თუ სამინისტროდან თუ საერთოდ სოფელში შემოსული სტუმარი. ერთხელ პედაგოგიური საბჭო გვაქვს დანიშნული და სახლში ავედი რაღაც საქმეების შევასრულე და დედასთან გავიარე, ავადმყოფი დედა მყავდა და გადმოვხედე რომ ჩემ სახლთან მე ცოტა გვეცხოვრობდი. მანქანები ჩერდება და გაკვირვებული ვარ. თურმე გაზეთის ვესტიას კორესპონდენტი თბილისიდან ჩამოსული არის. რამასალებზე ახლა ამდენი არ ვიცი. საბჭოს თავმჯდომარე ახლავს, მანქანა ვიცანი მე საბჭოს თავმჯდომარისა. და შემადგენლობა რა ვიცი და მაშინ რაიკომის მდივანი იყო რაგვარი იყო თავდგირიძე მონია თავდგირიძე იყო და რომ შევედი ზედასართულში ახლა რომ სახლში ჩამოდი პირველად ზედასართულში შევედი რომ როგორი მდგომარეობა მაქვს მეთქი და გამოვიდა ეს რაიკომის მდივანიდან ნუ ღერავ ქალბატონო ყველაფერი რიგზეაო ეს იყო ჩემთვის დიდი იმდენად კარგი სუფრა გაიშალა იმდენად ყველაფერი კარგი იყო რომ გაზეთის კორესპონდენტს მისი საბუთები დარჩა ჩვენთან მანქანა წავიდა ჩვენ არ ვიცით რომ დარჩა და ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდა მანქანა და მე და ჩემი ქმარი გაოცებული უყურებთ რაშია საქმე საბუთები დარჩა ჩანაწერები დარჩა თბილისელსო ესეც მოსაგონარად დამირჩა რომ იმხელა კაცს დაურჩა საბუთები ასე ჩემი მუშაობა განზოგადდა მე ბერიძე განათლებაში სამინისტროში ჩემ სახლს დაარქვეს გასტინიცა იმიტომ რომ ზოგი საწოლებზე წვებოდა 3 ღამე დარჩე ამოწმებდნენ არცენაშვილებს ამოწმებდნენ ჯალაბაშვილებს და თავად ხარავებს და გასტინიცაში ვართო სასტუმრო იმიტომ რომ მაშინ რუსული სიტყვა ძალიან მიღებული იყო და მეორე დღეს რომ გაკვეთილზე თავისთავად თავის დროზე ჩავედი მემედ ბერიძემ მითხრა მე გაკვეთილზე დამესვ არ გაგირჩევ გაკვეთილს ოღონდ დამიწერე შენი გაკვეთილის გეგმაო რა თქმა უნდა მე გეგმა მქონდა დაწყებული მაგრამ უგლეთ გეგმოთ მაშინ ვერ შეხვიდები გაკვეთილზე დავწერე წაიღო და მერე გამზოგადდა ჩემი მუშაობა ეს იყო და ის აღარ კარგით ყველა პედაგოგიურ კითხვაში მონაწილეობდი თემებს წერდი ყველგან ვიყავ მონაწილე ასეთი პედაგოგი ვიყავ რამდენი შვილი ჰყავთ ჰყავს 3 შვილი ალექსანდრე ომარი და თამასი შვილიშვილები შვილიშვილები 7 შვილთა შვილები 10 ორი შვილიშვილი და დაოჯახებული არ არის ჯერ თამაზის შვილები არ არიან დაოჯახებული ბიჭი მეზღვაურია გოგო თბილისში დაამთავრა შავი ზღვის უნივერსიტეტი ინგლისურ ენოვანზე იქვე კომპანიაში ინგლისურ ენოვან კომპანიაში დარჩა და საუბედუროდ მისი სპეციალობის დასახელება
სრულყოფილად არ ვიცი და მერთმა ჯამთელად გიმყვნოთ და გიმრავლოთ. მიცოცხლეთ გაიხარეთ. სხვა კიდე რას გვეტყვით ახლა მაშინდელი მაშინდელი ტრადიციებს გეტყვი. აი თუ ჩემ ბავშვობაში იმდენი თურქული ენა იყო შემორჩენილი, თურქული სიტყვები იყო შემორჩენილი, რომ ახლა ის შვილიშვილის გოგონა თბილისში რომ არის ის მეტყვის ებო ერთი ახალი სიტყვა მითხარი და მათქმევიებს თავი, ხელი, კოროპინი, ყირყიტონი, რა ვიცი, ასეთ რამეს. ეს თურქული გადმონაშთია? თურქულია, ეს ყველაფერი თურქულია. თურქულია თუნდაც ბიგარს მერულს ეძახდნენ, ცელს თილფანს ეძახდნენ. და მრავალი სიტყვა, მრავალი არის თურქული. და ყველაზე მეტად მე ხულოში იმან დამაინტერესა, რომ მომიდინგლე ერთი მომიდინგლეო. არ ვიცოდი ეს სიტყვა რა იყო და ბოლოს ვკითხე იმ ჩემ ორსელ გოგონას რას მეუბნები მეტი მომისმინეო. მომიდინგლე. ბევრი თურქული სიტყვა იყო. ძალიან ბევრი ხმარებაში და ახლა აღარა. უკვე დაიხო. კიდევ ტრადიციები ახლა რა იყო? ოჯახში დედამთილ, მამამთილთან ქცევის წესები, რომ ყურადღებიანი უნდა ყოფილიყო. განა ისეთი დედამთილი და მამამთილი მყავდა. ახლაც მასე არ არის? ახლაც არის ზოგი ადამიანი, ბევრი იცავს ტრადიციას. შეგნებული ადამიანები. განა იმ დროს კი არ უბრუნდებიან, მაგრამ დაფასება, სიყვარული, თქვათ ქმრის მშობლებისა, თქვათ ცოლის მშობლებისა, ეს ტრადიციები არის საქართველოში და იქნება ყოველთვის. საქართველოში ბევრი ტრადიციული ოჯახია, ძალიან ბევრი და აჭარაშიც თუნდაც. ძალიან ბევრი. ასეა. კიდევ რა ვთქვათ ახლა, ვთქვათ ის რომ თქვენ საქმიანობთ, მე რამდენად მითხრეს სოფლის მეურნეობის საქმიანობას ეწევით, ისე თუ ასე ეხმარებით, მე რამდენად ვიცით თქვენი ძალიან ცოტა რაღაც პატარა პრობლემა შეექმნა ჯანმრთელობის პატარა პრობლემა და მის მაგიეთ ყველაფერს თქვენ აკეთებთ, მე ასე მითხრეს. ბავშვობიდან შეჩვეული ვარ შრომას, ეს დედამ შემაჩვიანე, შრომა. მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ჩემ თლათ უბრალოდ მეორეს ესე იგი უფროს დგას, შეეძინა ბავშვი, დედაჩემი მთაში იყო მემთეურად და იმ ბავშვს რომ ჩემი და რომ მუშაობდა კოლმეურნეობაში, ითესებოდა სიმინდები, სოფელში ჭვავი ითესებოდა, კარტოფილი ირგვებოდა, არაჩვეულებრივი კარტოფილი მოდიოდა ზევით ადგილებში და ეს ყველაფერი მიდიოდა ფრონტის ხაზზე. არაფერი კოლმეურნეს არ ურჩებოდა. კარტოფილს ერთ ცალს არ გამოატანდნენ საღამოს და ჭვავს რომ მოლეწავდნენ, ქალებს უნდოდათ რომ ბავშვისთვის ფაფა გაეკეთებინათ. ეგ ადრე, მაგრამ ახლა რა საქმიანობას ეწევით? ახლა რა საქმიანობას ვეწევი და ცოტა შევეშველები ჩემი შეძლების დაგვარა. ის ცოტა რამდენია გითხარით, აგვიხსენეთ რას აკეთებ მაგალითად? რას ვაკეთებ? მაგალითად. ახლა რომ მოვედი მაისში, ნათელა მაშინ შედარებით რა იყო, ახლა ტკივოდა ფეხი, არ ქონდა ოპერაცია გაკეთებული. თამაზის ვენახი გავფურჩქნე მთლიანად ავაკარი, კიდევ გავფურჩქნე, ხომ უყვარსა ვენახს ყოველდღიური მზრუნველობა, ეს ალიკოს არ ჩამოურჩემეთქი, ჩემ უფროსშვილს, აი, აქ ვეხიდები. ახლა ცოტა ნათელას ვეხიდები, ბოსტანია, სახლია, რაღაცა ყოჩა, ღმერთმა დიდხანს და დიდხანს ასე შეხიდებოდით თქვენ შვილებს და შვილიშვილებს კიდე. მე დედამ მასწავლა რომ თუ შენი დედამთილის და მამამთილისთვის კაიქნები შვილო სესხია, შენი რძლებიც ისეთი კაიქნები. დედის სიტყვები მე არასდროს არ მავიწყდება. ერთი გავლით 7 საქმე გააკეთე შვილო, ხელცარიელი არც წახვიდე, არც მოხვიდე. იქ რამი გაკესიცოდე, იქედან რა მოგაკესიცო.
მე სამი რძალი მყავს არ ვიტყვი რომ ქალიშვილი არ მყავს მე სამი ქალიშვილი მყავს და ბევრჯერ მითქოს თელასთვის თქვენ თუ სახლში არ იქნებით ჩემი რძლები მე ჩემ შვილებთან სალაპარაკოს ვერ ვნახულობ მეთქია თქვენთან რამდენ სჭორავთ ასე რომ კაი გოგონები მყავს 90 წლისა ბრძანდებით. ახლა შეგიძლია კი ბევრი ბედნიერი დღეები რაღაცები გქონიათ, მაგრამ გამორჩეულად რაიმე თუ გაქვთ ისეთი რაღაც ამბავი დრო, რომ აღწეროთ თქვენი ის ბედნიერი წუთები, რომელიც თქვენთვის იყო მნიშვნელოვანი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი შვილი ვაჟი შემეძინა. ღმერთს ვთხოვდი, ღმერთო, მე მამა არ მყავს, ძმა არ მყავს. ღმერთო, მე მაინც მომეცი ბიჭი. ღმერთმა ჩემი თხოვნა ისმინა და ერთის მაგერ სამი ბიჭი მყავს. ეს არის ჩემი ნამდვილი ბედნიერება, რომ მე მყავს კაი შვილები. კაი შვილები ტრადიციულად გაზრდილი. ქურდი არ არიან, ალკოჰოლისტები არ არიან, ნამდვილად არ არიან, მოთამაშეები. ყველას ვიცნობ და ყველა ერთი მეორეზე უკეთესები და მართალი სიტყვის შვილები მყავს. ჩემი შვილები ტყუილს არ იტყვიან, ვერ იტყვიან. შუათანა ერთხელ რაღაცა იქ სკოლა რომ კეთდებოდა ეს ახალი სკოლა ხარაულაში, იქ ჩვენ ნაკვეთში იყო ეს შენობები გადმოტანილი პატარ-პატარა შენობები და იქ ვასწავლით და იქ ერთი პატარა ხის ნაჭერი კუნძი აწია და სახლში მოაქვს უნდა შეარდოს და რძალი წარმოშობით შვახეველია ისე ქოგულეთში გასდილია. აკი შენ მითხარი რომ ქურდობა არ არის ჩვენ სახლში, სად მოგაქ მაგი რა თქინდაო? შერცხვაო მარსა იქვე გააგდო ის შეშის კუნძი. ესე იგი, ჩემი შვილების მეგმა სიტყვის პატრონი არიან, მატყუარა არ არიან და ადამიანს ბევრი თუ არა, მაინც შეძლების დაგვარა არ გებენ. რას გვეტყვი ხარავლელებზე და ხარავლაზე? ხარაულა ჩემი საყვარელი სოფელი, ჩემი მთაგორიანი სოფელი. რა ვიცი, მე ისე მიყვარს. მისი ყველა კუთხე, კუნჭული, ღელე, ღურდანი, მინდორი, ორაკი, ყველაფერი, მისი დღე, მისი შრიალი, მისი გრილი, მისი დიდი თოვლი, ყველაფერი ისე მიყვარს. ჩემი სულის მდგმა ხარაულა. ხარაულელები მე მიმაჩნია ძალიან კარგი ადამიანები არიან. ურთიერთ დახმარებაში, ურთიერთ დაფასებაში იქ ვერავინ ვერ იტყვის რომ დიდი ჩხუბი მოხდა და რამე ზიანი მოხდა და არ არსებობს. ხარაულაში მეს არ მოსწრია რომ რაღაც უღმართობა ასეთი მომხდარიყოს. ძალიან. ჩემი გამოჩენა ხარაულაში ახლა აღარ ვარ 2 წელია იქ, მაგრამ როცა ბათუმიდან დავბრუნდებოდი, მათი დღესასწაული იყო მეგებელოდი. ფატივებო, დინამოსწავლებელი, ბიცოლა, რამცი, სიყვარული ყველა ხდებოდა და მიყვარს ყველა, დიდიან პატარიან. მე როგორც იცით და ახლაც თქვენთან ვარ, ასაკოვან ადამიანებზე ვაკეთებ ასე პატარა ჩანახატებს და მარტო ვაკეთებ დანდალოს და რა თქმა უნდა ხარავლას დანდალოა, მაგრამ მე უშუალოდ დანდალოს ასაკოვანები მყავს შეწერილი და პირველი ბრძანდებით როგორც ხარავლელები და თუ ვინმე გამოჩნდება ახლა ხარავლელები ასაკოვანები, ალბათ მომმართავენ და ჩვენც იმათ კიდევ მიემატება ჩვენს 80 წელს გადაცილებული ბევრია ხარავლაში. კი არიან, მე მესმის და ბედნიერი ვარ რომ ასეთ ადამიანებს ხვდები და ახლა მე მინდა ჩაწერილებიც ვინც მყავს და არაჩაწერილებიც ვინც არ არიან. მინდა რომ მათაც რაღაცა მიმართო და მათაც რაღაც უსურვო და პატარა მიმართვასავით გააკეთოთ შენ თანატოლ ადამიანებზე. ჩემ თანატოლ ადამიანებზე ზოგი 1 წლით პატარა ჩემზე, ზოგი 5 წლით, ზოგი რაღაცა ასე არიან. უმეტესად ქალები არიან ასაკოვანი. მამაკაცებს მანდამაებს ვერ ხედავ ხარაულაში ასაკოვანი. ხოდა რას მიმართავდით, რას ურჩევდი? ხარაულელ ქალებს, ასაკოვნებს, თუნდაც აღარ გაცდებ.
ასაკოვანი შეიქმნა ახალგაზრდები ჩემ ასაკს მეაღწიონ და კიდევ გადააჭარბონ ჩემ ასაკს დიდი რომ ეს ხანდაზმულების სოფელიაო ასე გვას მომავალმა თაობა მათ მიმართავ იყვნენ გაბედული შრომის მოყვარე მოძრაობა ადამიანისათვის სიცოცხლისა და ძალის მომცემი ეს ილია ჭავჭავაძემ სულ სხვა განხრით თქვა რომ მოძრაობა და მოძრაობა ჩემოთერგო ადამიანისათვის სიცოცხლისა და ძალის მომცემი ხარავნელები არიან ცოტა ნიჭიერი ხალხიც არიან და ზოგმა ლექსიც ხომ არის შემთხვევით რაიმე ლექსი ან ხომ არ წერთ ან რაიმე ლექსი ხომ არ იტყვით თუნდაც სხვისას ვიტყვით სხვისას კი ბატონო მე კარგად იცნობ რომანი განდელიძეს კი ვიცნობ ჩემი მოსწავლე იყო და უყვარდა ზღაპრების მოყოლა და ერთ დღეს ბაბუას მოაყოლებდა ზღაპრებს და იმას მიყვებოდა მე კლასიკარი შეკითხვის გაკვეთილზე და ერთი ლექსი მითხრა ასე ჰოი დილილმე თაბარის შემოვირკინე თაში წყარონი დიამო ბარში მინდორი ბიბინებს წყაროსაც დავეწაფები დავკრებ მარცხსა და გვირილებს რა ლამაზი ხარ მამულო შენ გამჩენის ჭირი და ეს არ მავიწყდება რომ ბავშვმა ესე იგი სამშობლოს სიყვარულია აქა თაბარის სიყვარულია ყველაფრის სიყვარულია რა ვიცი ასე ხალბატონო თინა აი როცა მე ამას გამოვაქვეყნებ ბევრი თქვენი მოსწავლე ნათესავი ახლობელი შვილები შვილიშვილები ნახავენ და არა მარტო მაგანი ნაცნობებით და უცნობებით აი რას მიმართავდით ისი თქმა გინდა რომ მიმართო ყველას აბსოლუტურად ნაცნობსაც უცნობსაც შინაურსაც გარევსაც რამის თქმა ამის მიმართვა რამე მე მივმართავ ახალგაზრდობას პირველი ჩემი ნაკადი იყო 48 წელში დაბადებული ბავშვები არიან ეს ბავშვები უყვარდათ სკოლა უყვარდათ სწავლა უყვარდათ სამშობლო პატრიოტიზმი დიდი რამეა მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მიყვარს ჩემი ხალხი მე მივმართავ მათ იყვნენ ერთსულოვანი სამშობლოს მოყვარული ერთიანი გაბედული წინსვლაში რა თქმა უნდა კარგის წინსვლაში და არა უცვლაში მე მათ ვუსურვებ გამთლიანებულ ბედნიერ თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას და იცხოვრონ და იცხოვრონ ბედნიერ თავისუფალ ქვეყანაში მე ეს მსურს და მასაც ამას ვუსურვებ კარგი ხალბატონო თინა ფინიშისკენ მივდივართ და ყველას ვეუბნები და პირობას ვუდებთ ხელშეკრულებას ვუდებთ ასეც რომ თუ თქვათ 85 საათ 15 წლის მერე თუ 90 საათი 10 წლის მერე ხვდებით ერთმანეთს კინორეჟისორი ლანა ხობერიძე გონია 96 წლისაა მაგრამ ისე ლამაზად გამოიყურება ლანა რეპრესიაშიც რომ ნამყოფნია ბევრი გაჭირვებაც აქვს გადატანილი მაგრამ ლანას შრომა მიაღწევია ასე ლამაზად ასე ჯანმრთელად ასე ბედნიერად იმასა ხო და 10 წლის მერე ესე იგი 90-სა და 91-ში ბრძანდებით ხო ესე იგი ან მიახლოებით 10 წლის მერე ჩვენ კიდე შევხვდებით ერთმანეთს ეს ღმერთის ნება ასე ინებოს ღმერთმა მე ასე ვისურვებ და ვისურვოთ ასე რომ 10 წლის მერე კიდე შევხვედრილიყავით ეს პატარა სიუჟეტი კიდე მიგვემატებიოს ისტორიები კი მიგვემატებიოს კაია მაგრამ მე ვისურვებ რომ ჩემი მიმდევნო მოდგმა თაობებისა ცოცხალი იყვნენ რომ მათთან საერთო ენა მქონდეს ახალგაზრდებთან უფრო არ მაქვს ენა საერთო მე მოხუცები მინდა მაგრამ ილევიან მოხუცები და მეც აღარ მინდა ყოფნა ამიტომ არა მაგის ვისურვებდი რომ ყველა მოხუცმა მიაღწიოს 95-ს კი არა 100 წელს ჩემი მამამთილი 103 წლისა იყო და მისი დედაც 103 წლისა იყო რომელმაც ზეპირი გადმოცემით ეს იყო სალიე იმ დიდბებიას მე მოესარი და აი ამ
ამ სიტყვებს იტყოდა სადაურსა სად წაიყვა სად გაუთხრი სამარესა ეს ცნობილი პოეტის სიტყვებია და იცოდა კიდევ ბევრი რამ ძველი ამბები ამფერია მივიყავ ფინიშამდე და მომავალ შეხვედრამდე შევხვდებით 10 წლის მერე კარგად ბრძანდებოდეთ კარგად იყავით იცოცხლეთ გაიხარეთ მადლობელი ვარ რომ გაისარჯეთ მესტუმრეთ მესაუბრეთ რაღაცები მომაგონეთ უამრავი მოსაგონარი მაქვს კი მაგრამ დროში ვერ ვეტევით არ გვაძლევს სხვა დროს მაშინ მე კიდე ხელახლა გავაკეთოთ არა ახლა შევისვენოთ და ნახოთ რამდენი წლის მერე შევხვდებით კარგად და კარგად ბრძანდებოდეთ კარგად